გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ ვგსოვთ ქუდს. ქუდს, ჩვეულებრივ ქუდს, ვიც ელოდება ამ ვიდეოს და ვისაც დაინტერესებს. ვიწყებთ ორმაგი რეზინით. ქუდის ირგვლივ, ხო, ასე ირგვლივ ვგსოვთ ქუდს, წარმოდგენა რო გქონდეთ და ვიწყებთ ორმაგი რეზინით. მაგრამ პირველ რიგში საინტერესოა და ბევრი შეკითხვა, როგორ ავიღოთ ქუდის ზომა, რამდენი გვჭირდება, ხო, და რანაირად ავიღოთ ზომა, რომ მოვგზავნოთ ქუდი. შევეცდები შეძლების დაგვარად თვალსაჩინო დავხსნა ეს. ეხლა მე მხატვარი არ ვარ. ვეცდები. ეს არის ადამიანი პროფილში. რაღაც გამოგვივიდა, ხო, და ახლოებით უკვე ყოველ შემთხვევაში გასაგებია, რომ ადამიანის სახეა პროფილში. ძალიან საშინელიც რო არ იყოს, ეს უფრო რაღაც რეპტილიას დაემსგავს. ჩემი მხატვრობისთვის უკაცრავად. ძალიან რო არ შეგეშინდეთ. ცოტა ფორმას მისცემ. ერთი სიტყვით, ახლა ნახეთ. არ ვიცი, ახლა მე ყურს ვერ დავხატავ ნამდვილად. აი, წარმოდგენა გააქვთ უკვე, ხო, და როგორ საიდან ავიღოთ ზომა, ქუდი რომ მოვგზავნოთ. ეს ხო შუბლი, აი, აქედან აიღებთ სანტიმეტრს. აქედან ეს თვალი ცოტა ზემოთ არის, ნორმალურად როცა იქნება. აი, სად უნდა გაატაროთ. ყურის უკან და უკან კეფასთან. სანტიმეტრი. ბევრჯერ იყო ამის შეკითხვა და აი ეხლა ისეთი მომენტია, რომ დაახლოებით თვალსაჩინოდ გაჩვენოთ. აი, ეს არის ეხლა სანტიმეტრი, ხო, აი. და აი აქედან ასე შუბლზე და ლოგიკურია იქით ამ მხრიდანაც ასე იქნება, ხო, როგორ აიღო ზომა, ქუდი რა ზომის დაიწყო და მოგსოვო, როცა გსოვ აქედან. აი ასე აქ შუბლიდან წამოიღე სანტიმეტრი და აი ასე ყურების უკან გაატარე და კეფასთან და გარშემო წერილობა რამდენი დაგჭირდება ამ სანტიმეტრით, აი ასეთნაირად აიღე ზომა, ქუდის ზომა, რომელიც უნდა მოგსოვო. ერთი სიტყვით. ეს ავიღეთ ზომა. ახლა ვიწყებთ ორმაგი რეზინით. ახლა მე ნიმუშისთვის რამდენიმე თვალს ავიღებ, ორმაგი რეზინა ბევრკან გვაქვს ჩაწერილი, გამოყენებული. აი ეს. აქაც გაქვს რაოდენობა ძაფის, რამდენიც დაგჭირდება. აქედან გამოიყვან, იქიდან გაიყვან. ორი ძაფი გიკავია ხელში, აქედან გამოიყვან, იქიდან გაიყვან. ასე ვიწყებთ ორმაგ რეზინას, როცა გვინდა მოვგზავნოთ, რა ვიცი, რასაც ვგზოვდეთ და გვჭირდება ორმაგი რეზინა დასაწყებად. ერთი თვალი იქიდან გაიყვანე, ორი ძაფი გიკავია, გამოიყვანე. ძალიან დაწვრილებით გვაქვს ბევრკან ახსნილი და ბევრკან
მოძებნით ჩემს ვიდეოებში ასე ორმაგი რეზინა ამ სათაურით მოძებნით. ახლა ავიღე მე სასურველი თვლები. ზომა ავიღე, ძაფი რა გაქვთ, როგორი გაქვთ, ესაც ახსნილი გვაქვს, რომ რომელი ძაფით როგორ განვსაზღვროთ, რომ რამდენი თვალი გვჭირდება. ესაც ახსნილია ჩემს ვიდეოებში. და ვიწყებ მე ქსოვას ორმაგი რეზინის. აქ ძალიან კარგად ჩანს წაღმა და უკუღმა თვლები. უკუღმა თვლებს გადავიყვან არ მოვგსოვ, წაღმა თვლებს მოვგსოვ. უკუღმა თვლებს გადავიყვან არ მოვგსოვ, წაღმა თვლებს ვგსოვ. ძაფი ჩემ მხარეს რჩება, ჩანს ხო თვალსაჩინოდ, რომ ძაფი აქეთ რჩება. უკუღმა თვლებს არ ვგსოვ, ძაფი აქეთ რჩება. წაღმა თვლებს ვგსოვ მხოლოდ. ასე იქსოვება მთლიანად ყველა თვალი ამ რიგზე, ამ მხარეს. ამ წესით, ამ კანონით, როგორც ახლა ავიღე თვლები, როცა ასე აიღებთ თვლებს, ძალიან კარგად ეტყობა, რომელია წაღმა, რომელი უკუღმა. შემოვტრიალდი. ეს ხოა წაღმა თვალი. წაღმა თვლებს ვგსოვ, უკუღმა თვლები გადამყავს, ძაფს აქეთ ვტოვებ. წაღმა თვლებს ვგსოვ, უკუღმა თვლები გადამყავს, ძაფს აქეთ ვტოვებ. მთლიანად ასე მოიქსოვება ყველა თვალი ამ რიგზე. შემოვტრიალდი. ჩანს ხო წაღმა თვალი, წაღმა თვლებს ვგსოვ, უკუღმა თვლები გადამყავს, ძაფს აქეთ ვტოვებ. ესე იგი, როცა ვგსოვთ ასე ირგვლივ არ ვგსოვთ და გაგსოვე, გამოგსოვე ერთ მხარეს, სულ იქსოვება წაღმა თვლები, ყოველთვის გადადის უკუღმა თვლები მოუგსოვლად, მოგსოვის გარეშე და ძაფი ყოველთვის აქეთ რჩება. ესე იგი, ყოველი მხრიდან იქსოვება წაღმა თვლები და აქეთ რიგზე ნახევარი თვლები იქსოვება, იქით რიგზე ნახევარი თვლები იქსოვება, ხო? აქეთ მხოლოდ წაღმები, აქეთ მხოლოდ წაღმები და ეს გამოგვდის ორმაგი რეზინა. ამ შემთხვევაში ქუდს ვგსოვთ და მე მჭირდება მხოლოდ 3 რიგი, აი ამ ერთ გვერდზე. თუ ნახევარ გვერდს ვგსოვ აქეთ, ნახევარ გვერდს იქით, ესე იგი სულ მთლიანობაში მოვგსოვ 6 რიგს, 3-ს ასე, 3-ს ასე. ერთ რიგზე, ერთ მხარეს გვერდზე გამოვა 3 რიგი, აქეთაც 3 რიგი, მთლიანობაში 6 რიგი. შემდეგ კიდევ ამბობ, ეს ნიმუშია და როცა მოვგსოვ 3 რიგს აქეთ, 3 რიგს იქით, აი აქ შეეტყობა, რომ მოგსოვე შენ 3 რიგი, იწყებს სქემის დალაგებას. უკვე ქუდს ვგსოვთ ჩვენ. აქ არ გვჭირდება ზედმეტი თვლები და ზედმეტი რიგების გადაგსოვა, ვიწყებთ ამ რეზინას, ორმაგი რეზინას. შემდეგ ვიწყებთ სქემას. ეს იყო ნიმუში, როგორ დაიწყოთ ორმაგი რეზინათი ქუდის ქსოვა, როცა ქსოვთ შუბლიდან ზევით, შუბლიდან. ახლა ნახეთ. მოვქსოვე მე
დასაწყისია უკვე როგორც გაჩვენეთ ისე დავიწყე და მოვგსოვე საკმარისი 1 2 3 რიგი 1 2 3 რიგი ახლა გადავაბა მამას იმიტომ რომ ირგული უნდა მოვგსოვო ქუდს ვგსოვ თქვენ თუ გინდათ რომ თავიდანვე ამ რეზინას ირგული ვგსოვდეთ როგორც კი თვლებს აიღებთ გადააბამთ ერთ რიგზე მოგხსოვთ წაღმას, მეორე რიგზე მოგხსოვთ უკუღმას. თუ არა და 100 მოგხსოვეთ რეზინა, როგორც ახლა დავიწყეთ და ნიმუში მოვხსოვე და შემდეგ აქ როში უნდა გადააბა, ხო, რგვალი უნდა მოგხსოვო ეს ქუდი, ხო? აი ეს ამოკერი აქ, გადააბი შემდეგ ეს თვლები და დაიწყე ხსოვა. როცა ასე გახსნილად მოგხსოვ ამ რეზინას, ზუსტად უნდა აიღო უკვე ქუდის რამდენი გჭირდება, რამდენი თვალი უნდა გქონდეს და სქემას რას გსოვ, იმ სქემის ზუსტად აწყობილი თვლები. ზუსტი რაოდენობა უნდა გქონდეს თვლების, რომ არ დაგრჩეს ზედმეტი ან არ დაგაკლდეს სქემაში თვლები. უნდა გაითვალისწინო და გათვალო ქუდზე რა სქემას გსოვ, იმის მიხედვით თვლების რაოდენობა და პლუს ქუდი უნდა იყოს ზუსტად ის ზომა, რა ზომასაც გსოვ. ახლა 1 და 2 თვალი ზედმეტი ან ნაკლები არც გაადიდებს ქუდს, არც დააპატარავებს. ამიტომ ვამბობ, ზუსტად დასაწყისიდანვე თვლები აიღე სქემას როგორც სჭირდება და თუ ასე ღიად მოგხსოვ ამ ორმაგ რეზინას, გაითვალისწინე 1 ზედმეტი თვალი, აი, რომ გადააბა ეს ნაქსოვი ამ ნაქსოვს. ეს 1 ზედმეტი თვალი. ზუსტად მაქვს გათვლილი ახლა მე აქ სქემა რაც მჭირდება და მაქვს 1 ზედმეტი თვალი, რომლითაც გადავაბამ ახლა ამ ნაქსოვს და ვიწყებთ ჩვენ ქუდს. აი რას ნიშნავს 1 ზედმეტი თვალი. ყველა თვალი ხომ აქვს გათვალისწინებული. ამიტომ ეს 1 თვალი არ არის სათვალავში და არის ზედმეტი და რომ გადავაბა, ერთად ამოვიყვანა იას. აი ას. შემდეგ ამას ამოვკერავ ლამაზად და გამოვა ქუდი. ახლა ჩვენ რა სქემაც უნდა დავაყენოთ, რაც იყო თქვენთვის საინტერესო და რაც იყო თქვენი შეკითხვა. როგორ დავიწყოთ ახლა ამ სქემის აწყობა ქუდზე, ხო, რეზინა მოვგსოვეთ. კარგი, აი აქ მივაწეროთ, ახლა დასაწყისია პირველ რიგში. ორმაგი რეზინა. ახლა ამას მევწერ, რასაც ვგსოვ და რაც ვნახე, თქვენ რაც გაინტერესებდა და რაც ფოტო გადმოგზავნეთ. ახლა თქვენი გადასაწყვეტია და თქვენი გემოვნების საკითხია, რანაირ რეზინას მოვგსოვ და შემდეგ რას მოგხსოვ, ხო? მე ვაკეთებ იგივეს, რაც თქვენ გაინტერესებდათ. ახლა ვიწყებ მე თვლების სქემის აწყობას, თვლების მიხედვით. ნახე? აი აქედან დავიწყებ. 5 თვალი და ზემოდან დავაწერ რა არის ეს. წაღმა 9 თვალი უკუღმა. მგონი გასაგები იქნება, ხო? წაღმა უკუღმა. 5 თვალი წაღმა 9 თვალი უკუღმა. თლიანად აი ასე აიწყობა სქემა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 5 წაღმა 9 უკუღმა. სულ ასე უნდა აწყო და გაითვალისწინე რამდენ თვალს აიღებ, როცა აი ნახე, ხო შეაერთე ახლა ეს თვლები აქ და ირგული უნდა დაიწყო ქსოვა. აუცილებლად უნდა მოხდეს 5 წაღმართი რო დაიწყე, როცა
მოამრგვალებ ამას, ასე ვთქვათ, შეკრავ, ამ 5 წაღმათი რო დაიწყებ, აქ აუცილებლად 9 უკუღმა უნდა დარჩეს. აი აქ ბოლოში რო გადააბამ ახლა ამას, ხო, და დაითვლი ამ სქემას, ამ 5 წაღმასთან 9 უკუღმა უნდა მოვიდეს ბოლოში, რადგან ნახე 5-1, 5-9, 5-9, 5-9. არ უნდა მოგივიდეს კიდე 5 წაღმათვალი აქ მეორე. აი ასე გათვალე მთლიანობაში და დატოვებ ერთ ზედმეტ თვალს, როცა აიღებ, რომ აი ახლა როგორც გადავაბი მე ნახსოვი. ახლა ეს ავაწყოთ ჩვენ. აქ მოვნიშნოთ ჩვენ, რომ ეს დასაწყისი და დასასრულია, რომ უფრო გაგიადვილდეთ სად ვართ და რას ვაკეთებთ. აი ეს რო გადავაბი მე, აქ არის. აქ ვიწყებთ, აქ მოვალთ. თუ გაჩერდები, კარგი იქნება. აი ასე. ერთი თვალი მოვგსოვე, ხო, რო გადავაბი, ეს არის წაღმა. აქ მე ზედმეტი თვალი სხვა არაფერი არ მაქვს. 1, 2, 3, 4, 5. 5 წაღმა თვალი მოვგსოვე. უკვე ვიწყებ სქემის გსოვას და ახლა ვგსოვ, უკვე თვლები უნდა დავაყენო. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 უკუღმა თვალი. შემდეგ ისევ 5 წაღმა თვალი. 1, 2, 3, 4, 5 წაღმა თვალი. შემდეგ ისევ 9 უკუღმა თვალი. ასე გავალთ ბოლომდე მთლიანად ეს ერთი რიგი ასე მოვგსოთ და შენ რამდენი თვალიც გექნება. ახლა კიდევ ამბობ, ეს გსოვ მე ნიმუშს, ავიღე ცოტა თვლები და რამდენიმე სქემა გამოვა, შენ გექნება 60, 80, არ ვიცი რამდენი თვალი, რა ზომის ქუდს გსოვ და სულ ასე უნდა გადაანაწილო ეს თვლები და არ უნდა დაგრჩეს არც ერთი ზედმეტი და არ უნდა დაგაკლდეს არც ერთი თვალის სქემას. 2, 4, 6, 7, 8, 9. 1, 2, 3, 4, 5. 1, 2, ისევ 9 თვალი, ისევ 5 თვალი, ისევ 9 თვალი და მოვალთ საიდანაც დავიწყეთ სქემის აწყობა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და აქ არის 5 წაღმა თვალი. ზუსტად უნდა გქონდეს გათვლილი, რომ სქემა ზუსტად აიწყოს და არ დაგრჩეს კიდევ ვიმეორებ ზედმეტი თვლები და არც დაგაკლდეს. ახლა დამთავრდა რიგი, სქემა ვაწყვეთ და ერთ რიგს კიდევ ასე მოვგსოვთ, როგორც არის 5 წაღმა თვალი, 9 უკუღმა თვალი. ერთ რიგს მოვგსოვთ ჩვეულებრივად, როგორც ავაწყვეთ სქემა. მოვგსოვეთ უკვე ავაწყვეთ სქემა, ხო? შემდეგ მოვგსოვეთ ერთი რიგი ჩვეულებრივად, ახლა კიდევ მოვგსოვთ იგივეს ვიმეორებთ. არ ვცვლით ჯერ არაფერს, არ ვიწყებთ სქემას, რადგან აქ რაც სქემა უნდა მოვგსოვოთ, გვჭირდება ადგილი, თვლები, რომ გადავიტანოთ და გადმოვიტანოთ ქუდზე უხეშად და უხერხულად არ გამოვიდეს ნაქსოვი. ესე იგი, ერთ რიგს ვიმეორებთ იგივე, რაც გვაქვს სქემა დაწყებული 5 წაღმა თვალი,
9 უკუღმა თვალი ასე შემოვგზავთ კიდე მეორე რიგს. ესე იგი ავაწყვეთ პირველ რიგზე სქემა, შემდეგ მოვგზავნეთ ჩვეულებრივად ორი რიგი, როგორც ავაწყვეთ სქემა და ახლა ვიწყებთ უკვე და რას. ნახეთ, გვაქვს 5 წაღმა თვალი, 2, 4, 5. ახლა ნახეთ. ხუთი წაღმა თვალი. ბოლო 2 წაღმა თვალი ავიღე, აი აქედან. ოღონდ შიგით ამ მხრიდან გავდივარ. აქედან მომაქვს პირველი 2 წაღმა თვალი. და შუა წაღმა თვალი ნახე დამრჩა და ჩავაგდებ ახლა აქ. აი, უფრო გასაგები რო იყოს თქვენთვის, აი ასე ავიღებ იმ შუა წაღმა თვალს. აი ასე. თქვენთვის როგორც უფრო ადვილი და მოსახერხებელი იქნება, ისე გადაანაწილეთ, მაგრამ ნახეთ რა ხდება. პირველი 2 წაღმა თვალი მოდის გარედან, აქეთ უნდა გადმოვიდეს. ბოლო 2 წაღმა თვალი შიგიდან გადადის და აქეთ უნდა მოხვდეს და შუა წაღმა თვალი უკან დავტოვე, ნახეთ, აი აქ. ეს ისევ შუაში დარჩება, მაგრამ ამათი გადანაცვლების შემდეგ, ნახე ახლა. ეს პირველი 2 წაღმა თვალი გარედან წამოვიდა. ბოლო 2 წაღმა თვალი შიგიდან გადავიდა და ეს შუა თვალი აი აქ ამოვიტან ახლა. აი ამ თანმიმდევრობით მოვგზო. ეს ის შუა წაღმა თვალია, ისევ შუაში, მაგრამ როცა გადანაცვლების შემდეგ მოხვდა აი აქ. და ეს პირველი 2 წაღმა თვალი, რომელიც ბოლოში გადმოვიდა. ეს არის იგივე ვარიანტი, რვიანებს რო უძახიან, თუ იცით, გადაჯვარედინებით თვლების გადატანა გადმოტანით ქსოვა, მაგრამ ახლა ვგზავთ სქემას. სხვა შემთხვევაში შეიძლება ის მეხუთე არ დაგჭირდეს და არც დაგჭირდება, თუ სხვა ვარიანტს გგზავ, რა თქმა უნდა, ახლა აუცილებლად გჭირდება აქ მეხუთე თვალი. ამიტომ ამ პირველ 2 თვალს და ბოლო 2 თვალს გადააჯვარედინებ და ის არც აქეთ უნდა მოხვდეს, არც ნაპირზე დაგრჩეს, ამიტომ ჩააგდებ, აი აქ უკან გამოიტან და ისევ შუაში დასვამ და აქ მოგგზავ, აქედან. შემდეგ, რასაც ვგზავთ, 9 უკუღმა თვალი. ხუთი წაღმა თვალი. აი ახლა თქვენთვის როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება და ადვილი, ისე გადაიტანეთ და გადმოიტანეთ. შეგიძლიათ ასეც გააკეთოთ, აი, წამოიღო ეს 3. თავარია, რომ ეს გარედან უნდა გადმოვიდეს პირველი 2 წაღმა თვალი, ასე. აუცილებლად ეს შუა თვალია, აი ეს. და უკან უნდა გაიტანო, აუცილებლად, და აი ეს არის ბოლო 2 წაღმა თვალი, რომელიც
თავში უნდა გადმოვიდეს დასაწყისში ამ წაღმართლების ისევ შუაში უნდა მოხვდეს ის აი ასე უფრო თვალსაჩინო რო იყოს შუა წაღმართვალი ისევ შუაში უნდა მოხვდეს ამ თვლებთან დააბრუნება ამ წაღმართლებს და მოგსოვ ხუთივე წაღმა ჩვეულებრივად ასე ჭირდება სქემას ადგილების გადანაცვლებით ისევ წაღმა ვგზავთ და ვაგრძელებთ უკუღმართლები ჩვეულებრივად იქსოვება აი ეს ფორმა უნდა მიიღო პირველი ორი წაღმა გადავიდა ბოლოში ბოლო ორი წაღმა გადმოვიდა თავში ის შუა წაღმართვალი რაც იყო ისევ შუაშია მაგრამ აქეთი მხრიდან ამოვიტანეთ აქედან ჩავაგდებთ და აქედან ამოვიტანთ რომ არ გამოჩნდეს აქ უნდა იყოს აი ეს სახე მოვედით გვაქვს 5 წაღმართვალი აი სხვადასხვა ვარიანტებს გაჩვენებთ რომ თქვენთვის რომელიც ადვილი იქნება შემდეგ ის გამოიყენოთ აი ეს შუა წაღმართვალი გადამაქვს უკან ახლა ნახე ამათ ისევ დავაბრუნებ აქ არ ვიცი თქვენთვის რომელიც ადვილი იქნება ის გააკეთეთ შემდეგ ამ წინა პირველ ორი თვალს და ბოლო ორ თვალს ვცვლით ადგილებს ვუცვლით ადგილებს ეს გარედან გადადის ეს იქიდან გადმოდის მაგრამ ის რომ ჩავაგდეთ შუა თვალი ისევ შუაში უნდა დავსვათ აი ახლა აქ ამოვიტან ახლა დავაბრუნებ იმ ორ თვალს აი აქ და აი ამ თანმიმდევრობით მოვგზავ ეს წაღმა ესაც წაღმა ეს მესამე წაღმა მეოთხე წაღმართვალი და მეხუთე წაღმართვალი წაღმები ისევ წაღმა იქსოვება მივიღეთ ეს სახე ვაგრძელებთ ისევ უკუღმართლების გზოვას შემდეგი 5 წაღმართვალი მე ვფიქრობ აი ეს უფრო ადვილია თქვენთვის სანამ მიაჩვევთ ხელს თვალს ყურადღებას როგორ სად რა მიგაქვს აი ამოვიტანე ორი თვალი ხო აქ მაქვს ორი გადავიტანე იქით ეს შუა თვალია რომელიც შემდეგ უნდა ჩავამატო შუაში ნახე გავიტანე ის იქით ახლა ნახე ეს ორი თვალი ისევ დავაბრუნე ბოლო ორი წაღმართვალი იქიდან უნდა წამოვიღო წინა ორი თვალი გარედან უნდა გადავიტანო და ბოლოში მოხდება აი ასე ეს ორი ხო წამოვიღე სანამ ამ თვლებს დავაბრუნებ ეს ხო შუაში უნდა იყოს ისევ ხო აი ახლა აქ ამოვიტან ამ თვალს ეს ორი წაღმართვალიც დავაბრუნე ახლა მოვგზავ ყველას წაღმა უბრალოდ ადგილები შევცვალე აი მივიღებთ ამ სახეს ასე მოგსოვ ყველა ამ რიგზე ამ წაღმართლებს რამდენი სქემაც გექნება ეს დაყენებული მთლიანი რიგი მოვგსოვეთ სქემა მოვგსოვეთ როგორც უნდა გაგვეკეთებინა ახლა გვაქვს აი ეს სახე ყველა წაღმართლებზე ახლა ამ რიგს მოვგსოვთ ჩვეულებრივად 5 წაღმართვალი 9 უკუღმართვალი
ამ რიგს ყველა თვალს აი ასე მოგხსოვთ, როგორც რა ფორმაც მივეცით. 5 წაღმა თვალი, 9 უკუღმა თვალი. მოვხსოვეთ ერთი რიგი ჩვეულებრივად. ახლა ვიწყებთ შემდეგ რიგს. ეს ახლა როცა აი აქ ხართ, ხო? და სქემას ვცვლით, რაღაცა სხვას ვგსოვთ, აქ რო უნდა შევცვალოთ რამე, რიგის ბოლოს რომ მოვალთ, აი აქ ვიწყებთ, რაც გვჭირდება ახლა კონკრეტულად, აი ამ სახეზე და ამ წერტილზე ვსაუბრობ. აქ რომ მოვალთ, ეს უკვე ბოლოა აქ და შემდეგ ვაკეთებთ. ახლა აი რას ვაკეთებთ აქ. 2 წაღმა თვალი იქით არის, 2 წაღმა თვალი აქეთ არის, შუა 1 წაღმა თვალი ვგსოვ უკუღმა. ეს 2 წაღმა თვალი ახლა ნახეთ. შიგიდან გადმო მაქვს 1 უკუღმა თვალი. ეს 2 წაღმა თვალი გარედან გადამაქვს. დავაბრუნებ. ამ თვალს ახლა მოვგსოვ წაღმა. გარედან ხო შემოვიტანი, აქ ხო უკუღმა იყო. შემოვიტანი და წაღმა მოვგსოვე. ეს 2 წაღმა თვალი ჩვეულებრივად წაღმა იქსოვება. კიდევ იმეორებ წეღან თქვი, აქ არის დასაწყისი და დასასრული სქემის და როცა მოვალ აქ, ამ პროცედურას შემდეგ გავაკეთებ, რაც აქ მოვგსოვე. ვაგრძელებთ. უკუღმა თვლები ჩვეულებრივად იქსოვება. დამრჩა 1 უკუღმა თვალი. აქ არის შემდეგ 5 წაღმა თვალი, ხო? ახლა ნახე. 2 წაღმა თვალი გარედან უნდა გავიტანო, ეს უკუღმა თვალი შიგიდან უნდა შევიტანო შიგნით, ამ 5 თვალში. ნახე. 2 წაღმა თვალი გარედან გადამაქვს. და ვგსოვ წაღმა. ის უკუღმა თვალი, რომელიც შიგიდან შევიტანე, მოვგსოვ წაღმა. აქ შუა თვალი წაღმა რომელიც იყო, ახლა მოვგსოვ უკუღმა. ეს 2 წაღმა თვალი მე გარედან უნდა გადავიტანო, ამიტომ 1 უკუღმა თვალი შიგნიდან შემომაქვს. აქედან იმიტომ ვიღებ, რომ შიგნიდან შემოვიტანო. აი აქედან უნდა გადავიტანო იქით. ამ წაღმა თვლებს გარედან გადავიტა. ამ უკუღმა თვალს შიგიდან რო შემოვიტანე, წაღმა მოვგსოვ. ესენი აუცილებლად წაღმა იქსოვება სულ. აი ეს ხაზი და ეს ხაზი წაღმა იქსოვება. ახლა აქ ნახეთ მეგობრებო, გარედან შემოტანილი თვლები წაღმა მოვგსოვეთ, შუა თვალი შიგნით რომ იყო უკუღმა მოვგსოვეთ, ისე უნდა ავაწყოთ, რომ წაღმა უკუღმა იყოს ეს შემოტანილი აქ დაგროვილი თვლები. 2 წაღმა, 2 უკუღმა არ უნდა მოხდეს. და ეს თვლები სულ წაღმა იქსოვება აქ ეხლა რაც მიდის, აი რაც დავაყენეთ ეს 2 აქეთ და 2 იქით, ამათთვის არა აქვს მნიშვნელობა აქეთ და აქეთ რა თვლები იქსოვება, ესენი სულ წაღმა მოიქსოვება. ვაგრძელებთ. აქ ჩვენ უკუღმა თვლები გვაქვს. დამრჩა 1 უკუღმა თვალი. აქ მაქვს წაღმა თვლები 2 თვალს გარედან გადავიტან, აი ასეთით დააჭერთ აქ და არ ჩაგივარდება და შემდეგ შიგიდან გადაგაქვს იმ ჭხირზე. დავაბრუნებ და წაღმა მოვგსოვ ამ 2 თვალს აუცილებლად, ყოველთვის, სადაც არ უნდა იყოს. თვალი, რომელიც შემოვიტანე, წაღმა მოვგსოვ,
ეს შუა თვალი, რომელიც აქ დამხვდა, უკუღმა მოვგსოვ. ეს ორი წაღმა თვალი აქ რო დამრჩა და აქედან რო მოდის, სულ წაღმა იქსოვება, კიდევ ამბობ. გარედან უნდა გადავიტანო, ამიტომ მაგის შიგიდან გავდივარ, უკუღმა თვალი უნდა შემოვიტანო. და ამ უკუღმა თვალს შიგიდან რო შემოვიტან, აქ წაღმა მოვგსოვ. რადგან ეს მოგროვებული თვლები ასე დავარქვათ აქ, წაღმა, უკუღმა, წაღმა, იცვლება თითო თვალი, ან წაღმა, ან უკუღმა. ეს სულ წაღმაა და ვაგრძელებ. არ ვიცი, მგონი გასაგებია ეს სქემა, რასაც ვამბობ. თუ რამეს გაუგებრად ვამბობ, მერე მკითხეთ. აი მოვედი. აქ ხო 5 წაღმა. ეს ერთი უკუღმა დამრჩა. ამ უკუღმას გარედან გადავიტან ახლა ამ 2 წაღმას. ასე დავადებ თითს, რო არ გამექცეს და აი შიგიდან გადმოვიტან. ამ 2 წაღმას დავაბრუნებ და წაღმა მოვგსოვ. უკუღმა თვალი რო შემოვიტანე, წაღმა მოვგსოვ, რადგან აქ რო თვალი დამხვდა, უკუღმა უნდა მოვგსოვო ეს. 2 წაღმა თვალი გარედან უნდა გადავიტანო, აგე შიგიდან გადამაქვს, ამიტომ უკუღმა თვალი. აი ასე. უკუღმა თვალი, რომელიც შიგიდან შემოვიტანე, წაღმა მოვგსოვ. ასე მოგსოვე მთლიანად ეს რიგი ამ სქემის. დამრჩა ერთი უკუღმა თვალი. მომაქვს წაღმა თვლები თან გარედან აუცილებლად. უკუღმა თვალი არ გადმოატარო გარედან. გადაჭრის აი ამ ხაზებს, რაც შენ გჭირდება, რომ გარედან უნდა ატარო ნაქსოვზე და აღარ გამოგივა ლამაზი. აი ასე. არა, აი ასე. არ შეატრიალო, არ შემოატრიალო, ერთ ხაზზე ლამაზად უნდა მიდიოდეს. აი შიგითა ქვედა თვალიდან ამოვეყვანე. აი ასე. ეს წაღმა მოიქსოვება უკუღმა, აქ წაღმა რო იყო, უკუღმა მოიქსოვება. ახლა აქედან შემოვიტანოთ. აუცილებლად შიგნიდან და ეს 2 წაღმა თვალი გარედან გადავა. აი ასე. ეს წაღმა მოვგსოვოთ. ყოველთვის დააკვირდი, წაღმა, უკუღმა, წაღმა, სულ ასე უნდა გსოვო, აი ამ რა ქვია, არ ვიცი, ამ შიგნით, აი ამის შიგნით, საზღვრებს შიგნით, ასე ვთქვათ, ესენი სულ წაღმა იქსოვება. აქ გარეთ სულ უკუღმა იქსოვება ესენი. დამრჩა ერთი უკუღმა თვალი. აი რა გითხარი დასაწყისში. ეს 2 წაღმა თვალი ჩვეულებრივ ხო დარჩა აქ. აი ახლა გადმოვიტანა, ნახე? იმიტომ რომ აქ არის დასაწყისი და დასასრული. ამიტომ ამ ნაქსოვს წინასწარ ვერ გააკეთებ. მე ნახევარი მოვგსოვე და ეს თვლები დამრჩა და ახლა გადმოვიტან, ნახე? ეს წავა თავისი გზით ჩვეულებრივ ახლა. ეს წაღმა იქსოვება, ესაც წაღმა იქსოვება და აქ დამთავრდა სქემა. ახლა ნახე, სქემას ვიწყებთ, სქემას არა, რიგს ვიწყებთ თავიდან და ვგსოვთ, რაც იყო ყველაფერს ისე და იმ ადგილას, არ ვცვლით არაფერს. ამ სქემაში გამოდის, რომ ერთ რიგზე თუ ვცვლით, რაც მოცემული გვაქვს, ერთ რიგს, შემდეგ რიგს ვგსოვთ ჩვეულებრივად თვლები როგორც გვაქვს, ისე იმ ადგილას. წაღმა გვაქვს, წაღმა ვგსოვთ, უკუღმა გვაქვს, უკუღმა ვგსოვთ ერთ რიგს.
ახლა ამ რიგს აი ასე ჩვეულებრივად გადაგხსოვ, რაც გაქვს არ შეცვლი არაფერს. ერთი რიგი მოვგსოვეთ ჩვეულებრივად, სადაც წაღმა იყო, წაღმა მოვგსოვეთ, უკუღმა მოვგსოვეთ, არაფერი არ შევცვალეთ. შემდეგი რიგი. ახლა ნახე. ამ საზღვრებს შიგნით. ამ ორი წაღმა და ორი წაღმა, რაც სულ წაღმა იქსოვება, ამას ვამბობ, აი საზღვრებს. ნახე, ვგსოვთ წაღმა, უკუღმა, წაღმა. და მოვგსოვეთ ისე, რომ ორი რიგზე მოხვდა, უკუღმა, წაღმა, წაღმა. ახლა ვცვლით. უკუღმას ვგსოვ წაღმა, წაღმას ვგსოვ უკუღმა, ეს ორი წაღმა, ნახე, გადამაქვს გარედან და კიდევ ერთი თვალი შემომაქვს აქეთ და ამ თვალს მე წაღმა ვგსოვ. ამ ორ თვალს ჩვეულებრივად წაღმა ვგსოვ. აი ნახე, შევცვალე წაღმა, უკუღმა და რომ შემოვიტანე წაღმა. ორი უკუღმა არ მოხვდეს ერთად, ორი წაღმა არ მოხვდეს ერთად. გარეთ ათვლებს უკუღმა ვგსოვ. დამრჩა ერთი უკუღმა თვალი, აქ უკვე ეს ორი წაღმა თვალი მოდის. ნახე, ესენი მე გარედან უნდა გადავიტანო. ეს უკუღმა თვალი შიგიდან უნდა გადმოვიტანო. დავაბრუნებ, მოვგსოვ წაღმა. თვალი, რომელიც შემოვიტანე, უნდა მოვგსოვო წაღმა, რადგან ეს თვალი უნდა მოვგსოვო უკუღმა. ეს თვალი უნდა მოვგსოვო წაღმა. ეს თვალი უნდა მოვგსოვო უკუღმა. ვცვლი, ხო? წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა. ახლა ნახე. ერთი თვალი უნდა შემოვიტანო, ეს ორი წაღმა გარედან უნდა გადავიტანო. და ეს შემოტანილი თვალი, აქ რო უკვე უკუღმა მაქვს, შემდეგი იქნება წაღმა. ეს ჩვეულებრივად წაღმა იქნება. ეს გარედან მიდის ყოველთვის და სადაც არ უნდა იყოს, წაღმა ვგსოვთ. ნაქსოვზე დავატარებთ, ასე ვთქვათ, ამ ორ წაღმას და ამ ორ წაღმას. აქ ეს გარეთ ათვლები, უკუღმა იქსოვება. აი გარეთას ვამბობ, აი ამ წაღმებს შორის, ხაზებს რო დავატარებთ. ერთი უკუღმა თვალი დამრჩა. ნახე, ახლა ორი წაღმა თვალი გარედან გადმოვიტან, ამ უკუღმა თვალს შიგიდან გადავიტან. აი რო ეს არ გადამიჭრას აქ და ლამაზად ნაქსოვზე დავსვა და მოვგსოვ წაღმა. შიგიდან შემოტანილ თვალს წაღმა მოვგსოვ, რადგან ეს უკუღმა უნდა მოვგსოვო, დამხვდა უკვე წაღმა, უნდა შევცვალო და ერთად რო არ მოხდეს ორი ერთნაირი. წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ვცვლით ამათაც, ხო? ნახე, ორი წაღმა თვალი. გარედან ნავიღებ უკუღმა თვალს, ოღონდ შიგით ამ მხრიდან. აი ამ გარეთა უკუღმა თვალს. ამ ორ წაღმა თვალს გარედან გადავიტან. ამ თვალს წაღმა მოვგსოვ, რადგან აქ უკუღმა. ასე. ეს წაღმები წაღმა იქსოვება. აქ ეს უკუღმები უკუღმა იქსოვება. დამრჩა ერთი თვალი უკუღმა და მოვედი წაღმებთან. ესენი გარედან უნდა გადავიტანო და ეს თვალი შიგიდან უნდა გადავიტანო, შევცვალო, ასე, ხო? ესენი წაღმა იქსოვება ყოველთვის. ახლა აქ ნახე, ეს წაღმა მე უკუღმა უნდა მოვგსოვო, რაც მქონდა აქ. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს წაღმა მოვგსოვო, ერთნაირები რო არ მოხდეს. უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ესენი იცვლიან სახეს. ახლა დამხვდა ეს ორი წაღმა თვალი.
უკუღმა თვალს შიგიდან გადავიტან, ამ ორ წაღმა თვალს გარედან გადმოვიტან, ამ თვალს წაღმა მოვგსოვ, რადგან აქ უკუღმა შემოტანილ თვლებში. ეს აუცილებლად წაღმა. აქ ეს თვლები უკუღმა იქსოვება ჩვეულებრივ. დამრჩა ერთი უკუღმა თვალი. ამ ორ წაღმას წამოვიღებ გარეთ ამ მხრიდან, ამას შიგით ამ მხრიდან გადავიტან. დავაბრუნებ, ამათ წაღმა მოვგსოვ აუცილებლად, ამასაც წაღმა მოვგსოვ, რადგან ეს უნდა შევცვალო ახლა. ასე, ეს წაღმა, ეს უკუღმა. ახლა აქ ნახე, ეს მიდის. ამიტომ შიგით ამ მხრიდან გადავაცილებ იმ უკუღმა თვალს, ესენი გარედან გადმოვა. ახლა აქ თუ უკუღმა მაქვს, ეს წაღმა იქნება, ესენი აუცილებლად წაღმა იქნება. აქ ჩვეულებრივად უკუღმა იქსოვება ესენი. დამრჩა ერთი უკუღმა თვალი. დააკვირდი, მთავარია ამათგან გარედან არ გადაიტანო თვალი, ესენი სუფთად უნდა ნაქსოვზე გარედან უნდა მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ამიტომ შიგიდან გადააცილებ იმ თვალს. ეს უნდა შევცვალო მე და უკუღმა მოვგსოვ, ამიტომ ეს შემოტანილი ახალი დამატებული თვალი წაღმა იქნება. ეს უკუღმა იქნება და აი აქ მე სქემა დამთავრდა. წამოვიღოთ ეს ახლა აქედან და აი აქ დავტოვოთ, რადგან აქ იწყება და აქ მთავრდება სქემა. აი ასე. ახლა ჩვენ ახლა ეს რიგი რაც მოვგსოვეთ, გადავიტანეთ და გადმოვიტანეთ თვლები, ხო? ერთი რიგი უნდა მოგგსოვოთ ჩვეულებრივ, არ შეცვალო არაფერი. აი ასე, ახლა რიგი ხო იწყება თავიდან. ესე მოგგსოვე, ეს როგორც არის ასე მოგგსოვე, ეს როგორც არის ასე მოგგსოვე. არაფერი არ შეცვალო, წაღმა გაქვს, წაღმა მოგგსოვე, უკუღმა გაქვს, უკუღმა მოგგსოვე. ერთი რიგი. აი ასე, ეს წაღმა, ეს უკუღმა, ეს წაღმა, ეს უკუღმა. როგორც არის, ისე მოგგსოვ ერთ რიგს. აი ასე. შემდეგ რიგზე ისევ შეცვლ და გადაგაქვს ეს და გადაგაქვს და გადმოგაქვს და გადმოგაქვს, მანამდე სანამ აი ესენი ისი არ მივა ერთმანეთთან, რომ აქ ერთი თვალი უნდა დაგვრჩეს. აი ეს უკუღმა თვალი ერთი უნდა დაგვრჩეს. ახლა ამ რიგს ჩვენ მოვგსოვთ ჩვეულებრივად. სქემას ვიწყებთ თავიდან და ნახე. ჩვენ შიგნით შემოტანილი თვლები, რას ქვია შიგნით შემოტანილი თვლები? აი ეს ორ-ორი თვალი გარედან რომ ვატარებთ, ამის შიგნით შემოტანილი თვლები აქედანაც რომ მიგვაქვს და აქედანაც რომ მიგვაქვს, აქ ხომ გროვდება. ეს წავიდა გარეთ, აქ მოგროვდა, გაბევრდა თვლები. ახლა აქ ნახე, გამოდის რომ თითო თვალი ორჯერ იქსოვება უკუღმა, ორჯერ წაღმა. ხო ეგრე გამოდის. შევცვალეთ, მოვგსოვეთ წაღმა უკუღმაზე, მეორე რიგს ჩვეულებრივად ვგსოვთ და გამოდის მეორე რიგიც ან წაღმა, ან უკუღმა. ისე რომ ორ რიგზე ეს წაღმა თვალი წაღმა, ეს უკუღმა თვალი უკუღმა. ორი რიგის შემდეგ იცვლება. როცა ეს თვლები გადაგაქვს ან გადმოგაქვს, მაშინ იცვლება ეს თვლების წაღმა უკუღმობაც. ამიტომ ერთ რიგზე რომ გადაგვაქვს ეს და ერთ რიგს ჩვეულებრივ ვგსოვთ, ორი რიგი ხო გამოდის. ამიტომ ორ რიგზე იქსოვება
წაღმა, წაღმა, უკუღმა, უკუღმა და იცვლება შემდეგ. ისე რომ ახლა წაღმას ვგსოვთ უკუღმა, უკუღმას ვგსოვთ წაღმა, წაღმას ვგსოვთ უკუღმა, შემოტანილ თვლებს ვამბობ, აი ამ საზღვრებს შიგნით. ნახე, მოვედით და ეს უნდა გადავიტანოთ ახლა. შიგით ამ მხრიდან მომაქვს გარეთა ერთი უკუღმა თვალი, ეს ორი წაღმა თვალი ლიანდაგი, ასე ვთქვათ, გარედან გადამაქვს. რახან აქ უკვე შევცვალე და უკუღმა ბოლო, ეს იქნება წაღმა. კიდევ ვიმეორებ, ორი თვალი ერთად არ იქსოვება ან წაღმა, ან უკუღმა. თითო თვალია უკუღმა, წაღმა, უკუღმა. მხოლოდ იქსოვება ორ რიგზე, ეს ერთი და იგივე. გადმოვიტანე და ახლა აქ ვგსოვ წაღმა. აქ იქსოვება ჩვეულებრივ უკუღმა თვლები, რამდენიც დამრჩება. ერთი უკუღმა თვალი, ეს წაღმა თვლები უნდა გადმოვიტანო გარედან. ეს უკუღმა უნდა გადავიტანო შიგით ამ მხრიდან და ეს ორი თვალი წაღმა იქსოვება სულ. ახლა ნახე. მე ხო ვთქვი, რომ ეს ორი რიგი იქსოვება, ეს თითო თვალი უკუღმა წაღმა. რახან ორი რიგი უკვე მოქსოვილი მაქვს და უნდა შევცვალო, ეს უკუღმა იქნება და რო შემოვიტანე, ეს წაღმა უნდა მოვგსოვო, რომ ერთდროულად არ მოხვდეს ერთად უკუღმა წაღმა. უკუღმები ან წაღმები უკაცრავად. შევცვლი ახლა. წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა. სადაც იყო წაღმა, უკუღმა ვგსოვ ამ რიგზე, სადაც იყო უკუღმა, წაღმა ვგსოვ ამ რიგზე. ახლა ეს ხაზი კიდე უნდა გადავიტანო ერთი თვალით. ეს წაღმა იქსოვება, იმიტომ რომ აქ უკუღმა. ესენი თავისთავად სულ წაღმა იქსოვება. აქ რამდენიც დამრჩება, ახლა იმდენ თვალს მოვგსოვ. ერთი თვალი დამრჩა და ეს უნდა შიგით ამ მხრიდან შევიტანო, ხო? ახლა ნახეთ. ეს იქსოვება წაღმა, შემოვიტანე ერთი თვალი და რადგანაც მე უნდა შევცვალო ახლა აქ და უკუღმა მოვგსოვო, ეს წაღმა უნდა მოვგსოვო. და გამომივა თითო თვალი, თითო წაღმა, თითო უკუღმა გვერდი-გვერდი. აი ასე. ახლა ეს ხაზი გარეთ მიდის და ამიტომ ერთი უკუღმა თვალი ასე უნდა გადმოვიტანო. ეს უკუღმა ახლა ამ თვალს წაღმა მოვგსოვ, რომ შემოვიტანე. ესენი წაღმა იქსოვება. ასე მოვგსოვთ ამ რიგს. ეს რიგი დამთავრდა. გადავიტანეთ, გადმოვიტანეთ, სადაც როგორ იყო საჭირო. ახლა ვიწყებთ შემდეგ რიგს და შემდეგ რიგს ვგსოვთ ჩვეულებრივად, წაღმას ვგსოვთ წაღმა, უკუღმას უკუღმა. ყველაფერს ვგსოვთ ისე, როგორც არის, ერთ რიგს. ყოველი გადატანა და გადმოტანის შემდეგ და წაღმა უკუღმების შეცვლის შემდეგ იმ რიგზე შემდეგ ვგსოვთ ერთ რიგს, ჩვეულებრივად არ ვცვლით არაფერს. დამთავრდა ერთი რიგი, ჩვეულებრივად რომ ვგსოვდით და ვიწყებთ შემდეგ რიგს. შემდეგ რიგზე ჩვენ ვიცით, რომ ვცვლით. უკუღმებს ვგსოვთ წაღმა, წაღმას ვგსოვთ უკუღმა. აი ამ შიგით რაც თვლებია მოქცეული, ვცვლით ამ თვლებს
წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა. ეს ორი თვალი, რომელიც ჩვეულებრივ იქსოვება, კიდე ერთი თვალი უნდა შემოვიტანოთ და ეს ორი თვალი გარედან უნდა გადავიტანოთ. აი ასე. დაგვრჩა ერთი თვალი, ეს ორი თვალი გარედან გადმოგვაქვს, რომელსაც ნაქსოვზე გარედან ვატარებთ. ვგსოვთ წაღმა, თვალი, რომელიც შიგნით გადავიტანეთ, ნახეთ. აქ ვიცით, რომ უკვე ვცვლით. ორ-ორი რიგი გვაქვს თითო თვალი მოქსოვილი, ან წაღმა, ან უკუღმა. რახან უნდა შევცვალოთ და ეს უკუღმა მოიქსოვება, ეს წაღმა მოიქსოვება. წაღმა იქნება უკუღმა, უკუღმა წაღმა. ამ რიგზე, როგორც ეს თვლები გადაგვაქვს და გადმოგვაქვს, იცვლება წაღმა და უკუღმები, ოღონდ შიგით მხოლოდ. გარეთ ჩვეულებრივად იქსოვება. გადმოვიტანთ ერთ თვალს და მოვგსოვთ წაღმა, რადგან უკაცრავად აი შეცდომა. წაღმა, უკუღმა, წაღმა. ესენი წაღმა მოიქსოვება. ერთი უკუღმა დაგვრჩა, ამიტომ გადმოვიტანოთ ეს ორი წაღმა, ეს შიგიდან გადავიტანოთ. დააკვირდით ახლა. აი ამ ორ წაღმა თვალს და ამ ორ წაღმა თვალს ნაქსოვის გარედან ვატარეთ და აი თითო უკუღმა თვალი ვრჩება შიგნით ახლა ამათ შორის. ეს უკუღმა თვლები აქ 9 თვალი რომ გქონდა. ნახევარმა ამის შიგნით გადაინაცვლა, ნახევარმა ამის შიგნით გადმოინაცვლა და ლოგიკურია ყველა ასე მოიქსოვება, ხო? გადავიდა და თან როგორ გადავიდა, ნახეთ. თითო თვალი ორ რიგზე იქსოვება, ან წაღმა, ან უკუღმა. გვერდ ორი თვალი ერთად არ არის წაღმები და უკუღმები, არის ყველა თითო თვალი. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, მაგრამ ორ რიგზეა მოქსოვილი, ან წაღმა, ან უკუღმა. ასე შემოდის შიგნით და იცვლება ეს თვლები, რომელიც აქ სულ უკუღმა იქსოვება და გამოგვდის აი ეს სახე. ახლა ხომ მოვედით აქ და დაგვრჩა ერთი უკუღმა თვალი. აქ უნდა შემდეგ მოვგსოვოთ 3 რიგი ჩვეულებრივად, იცვლება მხოლოდ ესენი, აი აქ აღარ გადაგვაქვს და გადმოგვაქვს, შემდეგ მოვგსოვთ 3 რიგს და შემდეგ ისევ შევაბრუნებთ ამ, რომ ერთად მივიდეს, როგორც აქ იყო. ერთი სიტყვით მოგსოვთ ახლა ბოლომდე ამას, დაგრჩებათ თითო უკუღმა თვალი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.